სექტემბერის თითქმის გავიდა და კარს ნამდვილი შემოდგომა მოგვადგა. რა ლამაზია თბილისის შემოდგომა. ფოთოლგაცვენილი ხეები, ქარი, ფრინავი ცელოფნის პარკები ქუჩაში. ორმოში ჩამდგარ წყალზე არეკლილი ყავისფერ ჩაცმული, შეწუხებული ადამიანის სახეები, რომლებიც ზაფხულშიც კი იყვნენ შეწუხებულები. მაგრამ მაშინ ქუჩაში ამდენი გუბე არ იყო და არ ირეკლავდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში პოზიტივის დანახვაც შეიძლება. აი მაგალითად ის, რომ დრო გადის. დღეს სექტემბერია, მერე ოქტომბერი მოვა, მერე ახალი წელი, მერე გაზაფხული, მერე ცხელი ზაფხული და მერე ისევ სექტემბერი. და მე მიხარია ყოველი დღის გასვლა, იმიტომ რომ დღეს რომ დაღამდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი დღით ნაკლები დარჩა ქეთისთან შერიგებამდე. იცით რატომ? იმიტომ რომ ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად შევრიგდებით. ხო, და კიდევ ჟურნალშიც ხელფასი მალე მოვა. ის გახსოვთ ხო, ყოველ დილით მამუკა უკვე 2 კვირის განმავლობაში რომ აღვიძებს. სამწუხაროდ ჩემ ძმას დიდარი ფანტაზია აღმოაჩნდა და ჩემი გაღვიძების საჭიროზე მეტი ვარიანტი მოიფიქრა. Რავაზამიერო! მალე ბიჭო, მალე. სურა გაიღვიძე. სურა. ვა, ქეთი მოვიდა? ქეთი მოვიდა? ნელა. თუმცა იმ დღეს ჩვენი ამბავი სულ სხვანაირად წავიდა და წვრთნებიდან დაბრუნებულ ძალიან დაღლილ მამუკას მე დავესხი თავს. ადგა მამუკა! მამუკა, ადგა. დროზე, ადგა. დამანებეთ თავის ახლა. ვაიმე, სასტრაფო საქმეა, დროზე. რაგინ? ჩაისუნთქე? ჩაისუნთქე. კარგია, ლოყები გავერე. კიდე. ადექი. მიფრებეგეთ თვალებით. ადექი სასტრაფო საქმეა, სასტრაფო საქმეა. მიდი, დროზე. ნაშია საქმე. მითხარი ყველაფერი ბიჭო. როგორ საიდან? დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან საიდან? სად არის ევაკუაციის გეგმა გამოგიდგენთ? აკი. ვერთო ჩემო მითხარი ყველაფერი, ხო? ყველაფერი მითხარი, სადა როგორ ანაედა? დროზე. გაწნადი, სუეგ ნუგელანდება. სხვა რამე ხდება. სხვა რამე ხდება? კიდე გაიწყოთ რა ვაწყეს თორე. რა დამაფეთე, რა მოხდა, რა შეასაკვე, რა დამაგიასეთ დილადია. ხო ის როგორი დაღლილი ვიყავია რა. ვიცი, მესმის, მაგრამ მაგას მე რეგეთყვი, დაჯექი შენ ყავა, ხო? რაცა ეჭვებარება რომ თულად ამაგდედა. სულეგია. შენ თავს მოგიორე. ვაიმე, თუ დამაცდი გეტყვი რომ უტყვილა არ გამიწევს. მითხარი, რა შეასაკვე, რა მოხდა, რა შეასაკვე. გეტყვი, თუ დამაცდი გეტყვი. ამკა რუშებასე თორე მეც მეკრა. ვამთხარებ, რატომ ვამთხარებ? ადამიანი როგორია შემოს ემფრინარე, არის წეგობა, ვი? მამუკა. დავიწყე. დალია ყავა. ეხლა მითხარი რაც სათქმელია, თორე დავიძინებ, მაგრამ თუ არ დამეძინა, ვაი შენ წყავის ძმელი რა მოგივა? მუჩი გამხელა პირი გაქვს მამუკა არა და სახი დავალაგე და ეს ციგნები დამჩა და ხომ არ შევინახო შენ
საჭმელი გვაქვს მე? არა. ჩიჯიბიჯის გავაკეთებ. ვიცი, შენ რატო გავაკეთებ? იმიტომ რომ შენ მოგებული არ მომწონს. რაიმე, რამდენი დამთხევა? მე გავაკეთებ. მაგის თქვა მინდოდა რა. მასა. ვიცი, ჩემი გაკეთებული რატო არ მოგწონს? მოიცა რა, შენი გაკეთებული ერთხელ რო ჭამე სუპი 3 დღე ცუდად ვიყავი. შუალედებში კიდე იმ 3 დღის ის სუპი რო არ გეჭამა, უფრო მალე მორჩებოდი რა. საერთოდ შენ რა უნდა გააკეთო, იცი რა მის გაკეთება გიო? რა? ყველაფრის გაკეთებაც ვიცი. კაი, წამო ორივემ გავაკეთოთ და ვნახოთ რომლის აჯობებს რა. წამო. ჩიჟი-პიჟი ძალიან გემრიელია. მე მომბეზრ და ყოველდღე საცხობში სიარული რა. ყოველდღე საცხობში რატო დადიხარ გიო? უბდართან მაქვს სექსი. აი ხო ხედავ, მე შენ და ეს შენი ეჭვიანობა აი ამ ვიწრო სახლში ვეღარ ვეტევით. და ნუ გზარიმ რომ სახლზე გითხრა რომ კარგი სახლიაო. ხო არ გადავსულიყავით იმ სახლში. ნიკას ვთხოვდით და სესხის გამოტანაშიც დაგვეხმარება. მოგცემენ გიო სესხს? ჯერ ნიკას მისცემენ და მერე ჩვენ მოგცემენ სესხს. უკვე მე ღამესაც პროცენტებზე შეთანხმდები. აბა, ის მე ხარ შეესა, რა მოხდა? რა ხდება და დღეს ქეთი გამოდის ჩვენთან და გამოყავს სალომე. ორი დღით ჩემთან დარჩება და მინდა რომ კარგად დავხდე, მოვემზადო. მე ერთად რომ გავატაროთ კარგად დრო. ხო, იცი რამდენი ხანია არ მინახია, ძალიან მომენატრა. თან მინდა რომ ქეთის სალაპარაკო არ მივცე და მიხდეს რომ კარგი მშობელი ვარ. ვესტები რაღაცნაირად ასე მოვიდა. მაგრამ ძალიან ძნელი იქნება. ზურა როგორ მეძინა ისი? აი, სიზმარში ხედავდი რომ მეძინა. იმიტომაც დავაგია და გაღვიძება და ჯერ იქ გავიღვიძე. მე რა გავიძე. აი, სულ გაუბერე შეჩემა, ხო? ზურა აი დღეს რომ მოვაქ სალომე და მამას რო ვერ ნახავს და რომ მეკითხავს სად არისო და რომ ეტყვიან რომ შეჩემამ გადაიყულაო აი მე ნახავშია მაგასაც ვერ ნახავ მითხარი ხა როგორ ეზადე რასაკეთებ რა უნდა დაახვედრო ბავშვს რა უნდა დავახვედრო და ის სახსოვ ფეხები გამანდებე თავი გასა სახს დავალაგებ მე თავის საყვარელ ნამცხვარს გამოუცხობ მე სასეირნოდ წავალთ მამუკა გახსოვს პატარები რო იყვნენ როგორ დაყავდა ჩვენ სასეირნო მე ესე ძალიან კარგად მახსოვს ბავშვმა სამ-სამზე სიარული რო ისავლა იმიტომ რომ სახში ყველაფერი იატაკზე ვიხარათ ეს როგორ გამიხარდა სამი კვირაა ბაბუამისის გამო არ მინახია რა ქეთიმ რომ დამირეკა და მითხრა ორი დღით ბავშვს გამოგიყვანო მართლა ძალიან გამიხარდა დიდი ხანი ერთდროულად გაოცებული და გახარებული ვიყავი აი დაახლოებით 100 ой, помидоры სად არის? პომიდორი და კვერცხი ერთი პორციისთვის არის და შენ სხვა რამით გააკეთე რა ჩიჯიბიჯი. მაშასე მე დავიწყებ და მე ავიღე პომიდორი და გავრეცხე პომიდორი. ცოტა ავიღოთ გარეცხილი პომიდორი. და შეუდგეთ საქმეს. და უნდა წარმოიდგინე რა მაგარი იქნება რა. ოთახებსაც გამოიცვლით, სახლსაც გამოიცვლით, კარებებსაც გამოიცვლით, ფანჯრებსაც, თორნიკეტს ხო არ გამოგვეცვალა. ისე კერძო სახლი რო ვიყიდოთ არ ჯობია. სახლზე რომელზეც ვლაპარაკობ ის საჯაროა? მერეუბნები ეზოიან სახლზე. ეზოიანი სახლის ფული ჯერ არ გვაქვს. აბა როდის გვექნება რა აღარ შემიძლია ეს ლამაზი მეზობლები რა. და ამ სესხის ფულით რო ძვირფას მანქანას ვიყიდით და სახლის ფული რო აღარ დაგვრჩება ეზოიანის მერე. ხოთაშორის ეზო რადგინა ნუგზარმა გითხრა რომ ამ სახლს შვენიერი დიდი აივანი ქონია. შენ აივანზე რო გახვალ ხოლმე მთელი თბილისის გოგოები შენ ხელის გულზე იქნებიან და მე რო გარეთ გავალ აღარ ინერვიულებ. ერთი პრობლემა გვაქვს. შენი დასარჩენი ადგილი არ არის. რატო? რა? რა, სალომე დაძება, საწოლზე მე დავძები აქ. რა გამოვიდა ზურა? შენი დასაწოლი ადგილი აღარ.
ბიჭო, რაღაც ეს ხელი მწიწკრის ხო იცი შენ. ეს ხარი. ინფექცია ხო არ შემეწა ბიჭო, ისი რატომ არ ჩილობ? მიდი ექიმთან და იგი იქნება. ზურა. თუ გინდა იმ შენ წიგს მე დავწერ და ოღონდ ექიმთან არ გამიშვა. არ წავალ რა. კარგი, მამუკა, რა გჭირს? იქ დიდი ტანკი შენსკენ რომ მოდის, იმის არ გეშინია და ნემსის გეშინია. ბიჭო, ეს დიდი ტანკი რომ მოდის შენსკენ ახლა რაღაცა ტანკია ბიჭო, ეს კი ნემსია, ბიჭო, ნემსი. ამის შეტანებას არ შეიძლება. კარგი. მიდი და მიხედე. ინფექცია არ შეგეჭრას. კი არა და არ გაგიგიზიანდეს. ავიცი მე ტალახში, ტყეში შეიძლება შეგეჭრა უკვე ინფექცია. მე რა შევ? ინფექცია თუ შემეჭრა, ესეც ამ სახლიდან, იმ ტყიდან კი არა. კარგი, თუ არ მიხედა, ვიცი როგორ მიესალმები შენს უფროს? ჯერ მიესალმები ესე, მერე ესე, მერე ესე და მერე ესე. ეთი. ბიჭო, მე რა მომახტე ესკენია. შენ აქენი ციგნზე. მე რა ვქენი წელს. ხო, დღეს ადღია? შაბათი. ესე იგი 2 თვე კიდე მაქვს. სანამ წიგს დავამთავრებ. რამე გაქვს, მაინც მოფიქრებული. კი. გუშინ მთელი გამე მაღაზია ვიფიქრე და მაქვს. მართლა? კი. დავარა. 2 კაი ტყუილი მაქვს რედაქტორისთვის. არა, შენ აი ჩემი ხელი გაგლია, ჩემი ხელი. რომ წიწკნის ბიჭო ეს. ვესწრე რა თქვი შენზე არაო? რა დღეა დღესო? შაბათი. და სალომე უნდა მოვიდეს შაბათს, ხო? ხო, რა იყო? ეს ახლა გამაგებინე. სალომე დღეს უნდა მოვიდეს თუ შაბათს უნდა მოვიდეს? მამუკა, ეგ ორივე ერთი და იგივეა. ერთი და იგივე როგორ არის ბიჭო? დღეს შაბათი კი არა, დღეს პარასკევია, შეიდიოტო შენ. მე წვდები და ხუთშაბათს დაბრუნდი გუშინ. მე მეხლა შენ აქენი? რა? რა და ის რაც სალომეს სამწნავდე ვერ გადააჩვიეთ. კუკუნები ხო? მოიცი პარასკევია მართლა დღეს? ხო, პარასკევია, მართალია ეს წისკრის, მაგრამ შენ მაინც გიყო. არა, მე თვითონ. მე დავა. 1 რა, უხარესად ბოლომდე. 1 ეგრე. 2 ჩემი მზად არის. ჩემიც მზად არის. მე მორჩი. მეც მორჩი. ჩემმა მიიწვა. ჩემაც ცოტა მიიწვა. მოდი იცი რა ვქნათ. შენ ჩემი გამზადებული საჭმელი შეჭამენ და მე შენს არ შევჭამ გინდა? რა არის ეს გიო ძალიან ლაშია. ფუფ. მარილი არა გვაქვს. რა გაგვექნება ახლა რაც მარილი იყო შენ გიქნია სულ. წამოდი საცხობში წავიდეთ, კარგი კუბდარი ვიცი. კუბდარი არ გამაგონო გიო. კაი. სამწუხაროდ ვერც მეორე დღეს ვაცადე მამუკას ძილი. რა ვქნა უკვე მართლა შაბათი იყო და სალომეც მართლა მოყავდა ქეთის. დიდი ხანი ვფიქრობდი ამჯერად როგორ გამეგვიძებინა მამუკა. სხვათა შორის მეც საკმაოდ ნაყოფიერი ფანტაზიის უნარი აღმომაჩნდა და რამოდენიმე ვარიანტი მომაფიქრდა. ადგა ფექსე. თუმცა რა ვქნა, ესე ვერ გავწირე და ისევ ტრადიციული მეთოდით ვცადე მისი ლოგინიდან აყენება. მამუკა, ევაკუაციის გეგმა სად არის? საიდან დადიან? საიდან ვიტევენ? ვერცადე საიტი? რაღაცა რატო იცი? რატო იცი? მოგწალდი? მეძახდით? დაჯექი, მოდი. არა მანდარ დაჭდე.
კარგით ციცქნა დეიდა. მოკლედ ეხლა საქმეზე გადავიდეთ. საქმე კაია, საქმე. ეხლა შემისმინე. როგორც ცნობილია, უკვე საკრედიტო ექსპერტის ადგილი განთავისუფლებულია. შენმა დიდმა პასუხისმგებლობამ, დიდმა ნიჭმა გადამეწყვეტინა, რომ თანამდებობაზე დაგნიშნო. აუგიო ძალიან მომწონს ეს სახლი, გადავირიე და შენ? ეს მომწონს და ვიყიდოთ. კი, და გეხვეწები რა ვიყიდოთ, რა გიო, უკვე წარმოვიდგინე როგორ ვცხოვრობ და მე, შენ, ჩვენი შვილები გიო. მე იმათი შვილები და იმათი შვილები. ყველა ერთად ვარ გიო. თამუნა, რატო ამოგხვადე ამდენ ადამიანს სულ ამ სიცოცხლეში? კაი. და იმათი შვილები აქ როგორ დაეტივნენ? ეგენი წყნეთში, კერძო სახლში. მე გეტყვი. აუ გიო. რაიო. გინდა გითხრა სიმართლე ეს სახლი ყველაზე მეტად რატომ მომეწონა? ვიცი თამუნა, რატომაც მომეწონა. იმიტომ რომ ახალი აშენებული კორპუსია, ნაკლები მეზობლები არიან და საეჭვიანოს ნაკლები გეკითხა. არა გიო, უბრალოდ უბანი მომეწონა ძალიან. აუ ისე მე რატო არ მიფიქრია? გონი გიბერდება გიო ცოლი. აივანზე ნახე რა ხედია. თელი ქალაქი ჩანს რა. ჰა? იცი რა მაინტერესებს? ჩვენი ქალაქის შემთხვევაში კარგია თუ ცუდი? აი რა ჭირს ჩვენს დედაქალაქს შენ დასაცინი მითხარი. სეცესე. მარჩა, ყველაფერი იდეალურადაა. აბე. ჩემი გოგო. მე მგონი დღეს მე სხვანაირად უნდა მივესალმოთ ერთმანეთს. არა და მეც ეგრე ვაპირებდი მასალმად. არა, ერთს კიდე გავუძლებ. მოდი. აბა როგორ ხარ? კარგად, ძალიან მომენადი. მეც, მოდი. ეს ჩვენი შვილია, სალომე. სალომე საუკეთესო ბავშვია მთელს დედამიწაზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მამამისი ვარ. მართლა საუკეთესოა. თუ იმიტომ ვამბობ, რომ მამამისი ვარ? არა, მართლა ასეა. ის ისეთი საყვარელი და კარგია, რომ ხანდახან ჩემი ცოლის მშობლებთან ერთად მეც მეპარება ეჭვი, რომ ჩემი შვილია. რატომშ მე მოკობიცია შემხვდა? მართლა? დრაო? რა და ხფშ. რაო? ეძინა და ხრენაო. ხო, ეს ორი დღეა ვიღაც აღვიძებს დილით და ეთყობა ვერ დაიცინა. ამოვალაგე შენ ტანსმელები და ლამაზად დააწყო. მამა, ორი დღე არ გრჩებიცი? ვიცი, ჩემო სიხარულო. ვიცი. მიდი ამოვარდი. ზურა. რა. რაც მთავარია, საუზმე არ უნდა გადააცილო. ტკბილი არ უნდა აჭამო ბევრი. ძილის წინ კბილები უნდა გაიხეხოს. ღამე გვიან არ დააძინო და ტელევიზორში სისულელები არ აყურებინო. დაიმახსოვრე? იცი რა, მე მგონი მე კი არა შენ გაქვს მეხსიერებაზე პრობლემა. ვით ვერ დაიმახსოვრე, რომ ესეთ რაღაცებს ვერ ვიმახსოვრე. ხოდა თუ ვერ იმახსოვრებ, მაშინ ბავშვი აქ არ დარჯება. სალომე, წავედი. არა, ამოლაგდი, ვიხუმრე. ძალიან კარგი, ხოდა რას თავი, მოდი ახლა. ახსოვს რომ გეუბნებოდი შეყვარებული ყავს, თქო? ხო, მართლა ყავს? ხო. რა დროს ამის შეყვარებულია? მოკლედ, ის ბიჭება დიჟება მე-12 კლასელების წვეულებაზე. ხოდა არ მინდა რომ წავიდეს დალევენ და რაღაცეები. და შენ რას ფიქრობ? მართლა შეყვარებული ყავს? ხო, ზურა გაიზარდა, უკვე 13 წლის არის. ხოდა მეც მაგას ვამბობ, გავიზარდე უკვე 13 წლის ვარ. მოგითხარ რომ არ წახვალ, თქო? კაი, შენ ამიშობ, მამა გამიშვებს. ხო, მამა, ხო გამიშვებ. არ ვიცი. აუ, რა საშინელი ცხოვრება მაქვს. მშობლები გაშორებულები არიან, თანაც არსად არ მიშვებენ. არა, არ მითხრა რომ ეხა ამაზე წამოეგები. ხო, წავიდეს რა. Yes, ყველაზე კარგი მამა ხარ მსოფლიოში. მამა უფრო გიყვარს თუ დედა?
მამა უფრო გიყვარს თუ დედა? მამა. გაგიშვებ ოღონდ ერთი პირობით. რა პირობ? 4 საათზე აქ იქნები. კარგი. შედავ როგორ მიჯერებს? ხედა? აბა, გაოცებული ვარ. მაგრამ უკვე რომ 5:30-ია. რა? მომატყუე? არა, მე მეგონა ღამის 4 საათზე მეუბნებოდი. არა, ხედავ რა დღეშია. იმ დღესაც ესე გაუშვი, იმდენი მანერვიულა, შუაღამეზე მობრძანდა სახში. და საერთოდ ვიცით ის ბიჭი ვინ არის? მოიცა. იცის როგორ გაჩნდა? არა. მაშინ გაუშვათ. რა? მე-12 კლასელების შეხვედრაზე წარმოგიდგენია რა მოხდება? დალევენ და ერთი ამბავი და სალომე. შენ ჯერ ეგეთი რაღაცებისთვის ძალიან პატარა. დედა, აი საერთოდაც რომ არ დავლებთ. დავჯდებით წიგნებზე, ბუნებაზე და ფილმებზე ვილაპარაკებთ. ხო, იმის გეუბნებით ისი გაგონებაც გინდათ. არა, ხედავ რა გაეშმაკებულია. მოკლედ, არსად არ მიდიხარ, შევთანხმდით რა. შევთანხმდით. ძალიან კარგი, მოკლედ, წავედი ახლა მე სამსახურში მაგვიანდება. ჭკვიანად მოიქეცით, გაიგე? მე მაკოცე. გავიბუტები. მოკლედ, სახლიც მოგწონს. გადავწყვიტე. აივანის კარგია. აუ ხო. და ჩემი გემოვნებით მოვაწყობ ამ სახლს. არა, შენი გემოვნები ძალიან ძვირი დაგვიჯდება და ჩემი გემოვნები გავაკეთოთ, ხო? მოიცა, ჩემი გემოვნებით ძვირი რატო დაგვიჯდება? იმიტომ რომ შენი გემოვნებით რო გავაკეთოთ, მე მაინც ჩემ გემოვნებაზე უნდა გადავაკეთო და არ ჯობია თავიდან ჩემი გემოვნები გავაკეთო. მე კარგი, ხო, კარგი, შენ თალაპარაკს აზრი არ აქვს. ოღონდ ერთ რამაზე შევთანხმდეთ. შემოსასვლელს ვტოვებთ ესე ძველებურად, იმიტომ რომ შენი ნათესავები რომ მოვლენ. თქვენ რომ რა ღარიბები არიან, რა ღატაკები არიან და მალე წავიდნენ. აჰა. ცოტა შორის ჩემები მოდიან მაინც რა და შენები გირეკავენ ფული მასეს გავა. ნახე რა კარგად გითხარი. ხო და ამიტომ აი გავაკეთებ თაროებს და ის ლამაზი თეფშები რომ აქვს იმას დავალაგებ აქ. რა? აი ეს ადგილი მე მომეწონა და ჩემი საგვარეულო ხე უნდა გავკიდო მან. მაღლა მთელ სიგრძეზე სასმლის თაროები უნდა გავაკეთო. დაიმახსოვრე. ჯერ ერთი იმდენი სურათი გიკიდია რომ ეგ საგვარეულო ხე კი არა უკვე ტყეაგი. მეორეც ერთი ძალიან მაინტერესებს რომელ სასმელებს დაალაგებ. ჩემი კოლექციის სასმელები როა იმას? ნახევარ ბოთლზე მეტი ცხოვრებაში რო არ შეგიგროვებია იმათ, ხო? ეგონ დაწვრილმანდებით. მე რაც თქვი ის არის, მოაცილე ეგ შენი ლამაზ-ლამაზი თეფშები, თორე დაგიმსხვრია სულ ყველა. ვაი მეგიო. რა? ჩვენი პირველი ჩხუბი ჩვენ ახალ სახლში. ჩამახუტე რა გეხვეწენ. მოდი. აქ გავაკეთებ კარადას. აქ. თანამდებობაზე დაგნიშნო. მადლობთ. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის ძალიან და დარწმუნებული ვარ თქვენს იმედებს გავამართლებ. მეც დარწმუნებული ვარ. და როდიდან? შენ შეგიძლია ეხლავე დაიწყო დაწინაურებაზე ფიქრი. იცით, დაფიქრდები. შენ თუ აქ არ შეგიძლია ბოლომდე პასუხი გამცე, მაშინ შეგიძლია ჩემთან დეტალებზე ვილაპარაკო და გავარკვიოთ. ნიკას ენაზე რომ გადავთარგმნოთ, უფროსმა ახლა მას უთხრა, მგონი საიდანღაც მეცნობიო. დავფიქრდები და პასუხს გაგაგებინებთ. ნიკას ძალიან არ უნდა ამ ქალთან ურთიერთობის დაჭერა. თან სულ იმას ყვებოდა, ბანკში ეგეთი შემაწუხებელი არავინ არისო. წინასწარ გეტყვით, რომ ნიკა უფროსის სახლში აუცილებლად აღმოჩნდება. ეწყინა. მე შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი და გამიშვებდი. რა ვქნა, პატარა მოპატიე რა. შენც დედასავით ხარ. მე კიდე მეგონა რა შენ უფრო საყვარელი იყავ. აჰა. ჩემს სუსტ წერტილსაც მიაგნო. შენ ძალიან პატარა ხარ, რომ მივხვდე რომ ჩემი დაყოლიება ესე ათულად შეიძლება. მე კიდე ისე მიხარო და შენთან რომ მოვდიოდ. ვერ გაიგე დედამ რა თქვა. ვერა. ვერც მე. რა? ხო, გიშვებ. რა მაგარი? ოღონდ ერთი პირობით. რა პირობით?
დედას არაფერს არ ეტყვი. პირდები. მაჩენე. ისე რომ მოდიოდი ბაბუა მითხრა ეგ უეჭოლი გაგიშვებსო. ლა და ვითომ რატო? რა ვიცი, მაგან თავის თველი გაუშვა 25 ჯერ და რაღაც. რა იუმორი აქვს ბაბუა შენს? აჰა. ისერეში ვერგვერელი. ისე მასე ზუსტად ეგეთი თანხი ქონდა შენთან მოკითხოს რომ აბარებდა. კარგი მოგჩეთ ბაბუა აღარ მინდა. მოდი ვჭამოთ. შენი საყვარელი ბლოკები ვიყიდე. ხო, და შენი საყვარელი რძე. ალბათ უკვე 5 წელია ეს აღარ მიჭამია. მართლა? ხო. მე რა 5 წლის თავზე ხრამუ მაგარია მოდი. ჩემთან ბევრი მოვიდა. ხო. აი ხლა შენ მომიყევი ვინ არის ის ბავშვი? ვინ ბავშვი? ვინ და ის? შენი შეყარებული. ვინ და შენი შეყარებული? ბავშვი კი არა, დიდია, მე-12 კლასელია. უი, ბოდიში. მამა, აბა ეს ვინ არის? არ გავშვი, დიდი ბიჭები იქნებიან და ვინ იცის რა მოხდება? კეთი. კარგი, აბა ეს ვინ არის? აქ მოთრეული არ ვნახო, ეგ ნაძირაღა. ბაბუა. აუ რომ ხევა სახლი გვექნება აი ამ ოთახიდან რომ გამოვუყვები ხოლმე მტვერსასრუტით და თქვენი კარის მეზობელი ვარ, გავიგებ ვინას რომ ყიდულობ და აქეთ გადმოვედი. თქვენი სახელი? მაიკო, მე თამუნა და როგორი კაცები მოგწონთ? რა? კარგი, რა თამუნა, რამდენჯერ უნდა გამოგიყვანო უხერხული სიტუაციიდან? და თქვენი სახელი? მაიკო, მე თამუნა და რაღაც უნდა მეკითხა და დამავწყდა. ახო, მე და ჩემი ხმის კიდვა ჯერჯერობით ვათვალიერებთ და თქვენ რას გვეტყვით? როგორი კორპუსია, როგორი უბანია? რა ვიცი, უბანი კარგია. კორპუს რაც შეეხება ჯერ ახლა შენებულია და ამიტომ ძალიან ცოტა მაცხოვრებელი ხო, აი კაია. ისე გამიხარდა რომ გავიგე ახალგაზრდა წელეკებულობს ამ ვინას რომ მაშინვე აქეთ გამოვქანდი. აი მე რა კარგია თქვენაერი კარის მეზობელი რო გვეყოლება, ხო? ძალიან კარგი. მე ძალიან გამიხარდა. ხო, თუ ეს ბინა ვიყიდეთ, ძალიან კარგი მეზობლები ვიქნებით. არც ჩვენი ხმაური შეგაწუხებთ, არც დამწრის სუნი. ჩემ ტაფებს არ ჭირდება ზეთი. თამუნა. გიო, სტუმარი ყავს მაიკო, მოდი გაიცანი. არა, არაფერი მოგჩვენებიათ. გიო და მაიკო მართლა ძალიან დაიბნენ ერთმანეთის დანახვისას. მიზეზი კი სულ მარტივია. მაიკო არის გოგო, რომელთანაც გიორგი მცოლს 3 წლის წინ უღალატა. გიორგის თამუნასთვის ეს ამბავი არ დაუმალია, თუმცა თამუნას წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყურება მაიკო. კაი, გიო, რას ნერვიულობ, მოდი. ისეთი საყვარელი გოგოა, ხა ამაზე როგორ ვიეჭვიანე? გამარჯობა. გვეყოფა. მაიკო, ცეკვალ? იცი მე მოცეკვავე ვარ. ხო, იცი რა ვიფიქრე? აქედან ესე რომ გავარემონტოთ სასახლე, რომ დაუყვებით ეს ერთად. როგორც გახსოვთ, კარგი მამის როლი ძალიან კარგად მოვირგე და შვილს უარი ვერ უთხარი შეყვარებულის ზეულებაზე წასულიყო, ქეთის პოზიციის მიუხედავად. ისე მიდიხარ? ხო. ეს რა არის? რამე მოიცი, თორე შეგწირდება. არ მინდა საერთოდ არცივა. არა. ესე ვერ გაგიშვებ. რამე მოიცი. სხვა მაქვს არაფერი. შედი, გამოიცვალე. Oh, mama.
მამას გოგო. ძალიან კარგია, ლამაზია ეს ცოტა გავისწოროთ და ტრიალდი. ჩემი პრინცესა. ესე იგი, არავის არ ელაპარაკები, დასალებს არ სვავ, არც ეკვალ. და მოკლედ, მალე მოდიხარ სახლში. როგორც გინდა ისე გაერთებ. თვითონი? ხო? რა? არ მესმის, ხო? კარგი. კარგი. ხო? წავედი, მამიკო. ხო, მალე მოდი. ხო, შენ არა გას. ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით. იმიტომ რომ მშობლების შეჯიბრში, რომელიც ჩემსა და ქეთის შორის მუდმივად მიმდინარეობს, ერთი ქულა ჩავიწერე ჩემს სასარგებლოდ. თუმცა ჩემი საქციელი მალევე სასტიკად ვინანე. ნუ ალბათ მუსიკა აწეული და არ ესმის, ცოტა მოგვიანებით დაურეკავ. ჩემმა ნერვიულობამ პიქს რომ მიაღწია, ვეღარ გავძელი და ქეთის დაურეკე. ალო? ქეთი? რაღაც უნდა გითხრა. ქეთის სიმართლე უთხარი და რა თქმა უნდა თვითონაც მითხრა სიმართლე, იმასთან დაკავშირებით თუ რა ვარ. მე სალომეს მეგობარს დაურეკე და აი მე ნიაკო, წამოდი. ნიაკო, რა ხდება? თქვენ სალომეთ არ ხარ მოურავთ. დიახ, გითხარით აბა რა ხდება? დამშვიდით, სანერვიულო არაფერია. თქვენ ქალიშვილს ჩვეულებრივი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს, რის შედეგადაც გონება დაკარგა. ეხლა გადასხმას უკეთებ და ცოტა ხანში უკეთ იქნება. უკეთ იქნება. მალე ვნახავთ. რამდენიმე საათში აქ დაელოდეთ და დაგიძახეთ. მადლობა. კაი, რა თქვა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს. როგორ არ უხდება ამ ფრაზას თქვენი ქალიშვილი? ხო ვიცოდი რომ წამოვიდოდი, მაინც გადაგაფიქრებინებ და შენს დებილივით გაუშვებდი. ესე იგი გამოდის რომ მე კი არ გამიშვია, შენ გაუშვი, იმიტომ რომ წინასწარ იცოდი რაც მოხდა. ო კარგი რა, ხო შევთანხმდით რომ არ გაუშვებდი და მასე საქართველოს რუსეთით შეთანხმდა, მაგრამ აი მაგაზეც მეშლება ნერვები რა. ატყობ რომ ყველაფერს პირიქით აკეთებ. მაშინ გეთქვა რომ გაუშვიო და არ გაუშვებდი. არა, შენ იცინე და მართლა ეგრე იზამდი. იცი რის იბერია ეს ყველაფერი? ბავშვი რომ გამოყავდა ჩემთან იშვიათად. ო ეგ რაშუაშია. რაშუაშია და ხშირად რო ყოფილიყო მიეჩეოდა სასმლის დალევას და ეხლა ცუდად არ იქნებოდა. აი სახუმარო სიტუაცია გვაქვს ზუსტად. კარგი, ხო, ვაღიარებ რომ ცუდად მოვიქეც. ვაღიარებ, მაგრამ იცი რა, იშვიათად მახულობდი ბავშვს და მეგონა რომ დავანახებ რომ კარგი მშობელი ვარ ხო. ვიცი. ხო და მეორეჯერ ისე მოიქეცი როგორც ბავშვისთვის იქნება უკეთესი და არა როგორც შენთვის. გაიგე? გავიგე. საწყალე რა დღეში იქნებოდა? არა, იმდენ ხალხში აღამაინდა მაინც ის გახდა ცუდად. ან ეს გამხდარიყო. გამარჯობოთ ბავშვი. ქეთი დეიდა, ეს სალონას მობილური. ნიაკო ძალიან მთრალი იყო. კი, ძალიან. არა, რა ის დაალევინებდა. ის დაალევინებდა. შეყარებულიო თუ ვიღაცა. არა, მოკლავ, იმუბედოს მოკლავ. სად არის? რატო არ არის? სად არის? არ ვიცი, არ მოსულა ჯერ. არ მოსულა. არც მობძანდა ბიჭი რა. არც მოვიდა. არა, ამდენი ბიჭებიდან რაღაცა მაინც ის იდიოტი არჩია. რა ვიცი, ალბათ მაგაში მე და მე მსგავსი. არ არის ცუდი ბიჭი. ნუ იცავ შულო შენ მაგას? ნუ იცავ. მომეცი ტელეფონი უნდა დაურეკო და ჭკუა უნდა ვასწავლო. კარგი რა, შენ გაფუჭებულ საქმეს სხვას ნუ აბრალებ რა. მომეცი ჭკუა უნდა ვასწავლო. როგორ უნდა ჩემი შვილის დალევა მერე კიდე მიგდება. ნახე, ბესიჯობა ყვარებია ბიჭს. გამარჯობა შეყვარებულო. გამარჯობათ. არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო. ყველაფერი კარგად იყო, კარგად ვერთობოდით და მე უცებ ცუდად გახდა. ბევრი მართლა არ დაულევია, უბრალოდ არაყი იყო ეთყობა ცუდად და იმან გახარა ცუდად. რატომ დაალევინე ცუდი არაყი? გამოგეტანებინათ ფული და კარგად ახსდავალებინათ.
ამას არ ვიცი ამას რა. კარგი განებე, ბავშვია. ბავშვია, მე-12 კლასელია უკვე. საოპერაციო მომზადეთ, სერიოზულ ოპერაციას ვაპირებთ. აბა. მოხუციკალიო. რა ვიცი, ესეთი ალბათ არის. ზურა, მე მამუკა. მამუკა დავათ. რა მამუკა, გაიწიეთ, რა მამუკა. პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფო ოპერაციას ვაპირებთ. რაშიც რა? კისტა აქვს საკვერცხელზე. კისტა. სასწრაფო ოპერაცია უნდა გავუკეთო. რა კისტა, რა ოპერაცია, კაცია ეს, კაცი. ეს კაცია? უი. კაცი ყოფილა. მოგითხარი ქალთან ვართ გამოძახებაზე. მამუკა გაიგვიძე. გაიგვიძე მამუკა. მამუკა გაიგვიძე? ზურა ვარ, ზურა. მამუკა. სადავ? დამშვიდით. სადავ? დავიდა, საბავშვოში. რა, საბავშვოში დავიდა, ადამიანი. დავიდა თელეგრამში. აიმე. გეშინია ხელს არ გახებენ, მამუკაშინია. აქ რა გინდა? რა ვიცი მე გამიდა, აქ რა ვიცი მე გამიდა. გამაღოძებს ხარ ხარ დამტოვე. ამის მერე კი მანქანა საავადმყოფოს მიმღებში მისულა, საიდანაც მამუკა რაღაცნაირად ამ ორი ექიმის ხელში აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მადლობა. კურიოზია რა. კურიოზია, გამოჩეხა. მე ეს სპეციალიზაცია შეიძლება ნერსებს ვწოდან მე. თქვენ რატომ მოხდით? ჩემს სანახავად მოხდით რა? რატომ მოვედი და შენი საყვარელი ძმისშვილი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით წავს და გადასხმას უკეთებენ. ხო, თავისი შეყვარებულის წვეულებაზე წავიდა გოგო და დალია და აი ცუდად გახდა. სხვათა შორის ზურამ გაუშვა. ზურა. სხვათა შორის აი ამან დაალევინა. ეს არის ხო შეყვარებული. ხელი? გამარჯობა. გამარჯობა. რამდენიც ხაბიჯა? 16-ის? ყელტეფიანი ხომ არა ხარ? ძალიან კარგი. და ორ წელიწადში ჩემთან მოხდებოდა ეგ მოგელაპარაკები. წადი ხო გემ. დროზე. ნახოთ. წადი, მიდი, წადი. წადი. კარგად წადი, მიდი, წადი. შენ რო შეგეშინდი შვილი. როიცოდე. ჯერ ჩვენ არ დაგვიმთავრებია. დაინახე როგორ, ჰა? ცოტა გემწეწნეს ეს ხელი, მაგრამ ისო ჩამოვართვი ხელი. ისე მაგრად ერთი ორი კვირა სალომეს მეშიც ვეღარ მიწევს. ისე რა გჭირთ ხალხო რა ერთხელ დამეძინა და რა არის ამბები დაგეტრიალებიათ რა არის ეს მაგრამ. ისე რა გეგონათ გიორგის როცა ანათრუნებდით ბავშვს. აბა რა იქნება? აბა მეორედ გავწადეთ ოპერაციოზე. მეორედ გავწადეთ ჟუჟუნა გააფრთხილა, ჰა? შენ რა ამას აქ რა უნდა? ეხლა არ მითხრა ესეც ტყუილა მოგყავსო. ჩაოზე რა გჭირს ე? აი ხო ვამბობდი, ნიკა უფროსთან სახში მაინც აღმოჩნდება თქო. მართალი გამოვდექი. ნიკას თურმე ბოლომდე ეგონა რომ დიდი პასუხისგებლობის გრძნობის გამოაწინაურებდნენ და ამიტომ ავიდა მასთან სახლში, მაგრამ მოულოდნელად თურმე სიტუაცია შეიცვალა და უფროსმა ნიკას შამპანიურის გახსნა მოთხოვა. საწყალს თავის დასახსნელად ვერაფერი მოუფიქრებია, მაგრამ მოულოდნელად ბედმა გაუღიმა და თვალში შამპანიურის თავსახური მოიყვა. თვალში მოვირტყი რა. ამის თანას რას გავდა ის კარი? თვალში შამპანურის ბოთლი რომ მოიტყა. მეორე კურიოზია რა. მომაჩე. აბინა და სალომეს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს და აქ არის რა. მართლა?
რა გეგონათ ისე გიორგის რო ანათლინებდით აბა? სირცხვილი ცად უნდა მოყვეთ ეს ამბავი. არსად არ უნდა მოყვეთ. აბა მომავალ შეხვედრამდე. კარგად. კარგად გაგებოდეთ. ვაიმე. დედა. აქ რა გინდათ ბავშვებო? ეს დედა ჩემია. როგორც ხედავთ, დედა ასაკის მიუხედავად ძალიან კარგად გამოიყურება. დედა მზრუნველი ქალია, ის ზრუნავს ყველაფერს, დაწყებული თავის შვილებიდან დამთავრებული თავის გარეგნობამდე. მოიცა, რას გვეტაო, რა დროს დედა ჩემის აღწერა, აქ რას აკეთებს, რა უნდა საავადმყოფოში? რა? თან ონკოლოგის კაბინეტში? საშინელი დღე იყო. ჯერ სალომეს ამბავი, მერე დედა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ რისთვის იყო კლინიკაში მისული. ცოტა ხანში სალომე საავადმყოფოდან წამოვიყვანეთ და ჩემთან მოვედით. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ქეთის მამის მადლიერი. სალომეს ასეთ მდგომარეობაში ბაბუას ვერ ანახებდნენ. თავი მткиვა. ვიცით. პირი მიშრება. ეგეც ვიცი. ვიცით. თავბრუც მე ხო. ვიცით. ნუ გეშინია. ჟავეკითხე თუ მოგინდება ან მინერალური მაცივარშია და ან როდესმა მოგინდება, მაგასაც ეგრევე გაგიჩენ. აჰა. ხოგიო არცალია. სალომეა ცუდად ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს და არა, ეხლა სახში ყავს. ხო, საავადმყოფოში ყავდა და რა გიხარ? რა ნათლული მოგესწრო, სულელი ხარ შე? ხო, კარგი, დამანდებით თავი, კაი. ნათლია შენმა ვამაყობ შენითო. ეგ უნდა და ეხლა კიდე ამას. ხო. რა კარგია რომ ერთად ვართ. და მამა პატიეს რო განერვიულეთ, მეც აღარ ვისევი მართლა. ვაი მეგული მერევა. იმ დღეს მთელი ოჯახი ერთად დარჩით ჩემთან.